ნინი, დღეს შენთან ერთად ვისაუბროთ ლინდა მალალიხანთის თევზი ხეზე, ამ წიგნზე. მოდი სანამ ვისაუბრებთ უშუალოდ ამ წიგნზე, შენ მითხარი, კითხულობ თუ არა ზოგადად წიგნებს? ადრე ვკითხულობდი, მაგრამ ახლა აღარ. ყველაზე მეტად რომელი წიგნი მოგეწონა? თევზი ხეზე. შენი აზრით როგორ უნდა გაატაროს ბავშვმა არ დადეგები, რომ საინტერესო იყოს? თუ ზაფხული იყო მაგ დროს აუზში იცურაოს ან ზღვაზე დასასვენებლად წავიდეს ან ბათუმში წავიდეს ან თავის მეგობართან გავიდეს ხოლმე. ნინი, შენ როგორ ფიქრობ, წიგნის კითხვა მოსაწყენია? არა. ბავშვებს რატომ ეზარებათ წიგნის კითხვა? იმიტომ მაგათ არ უყვართ სწავლა ხანდახან, ზოგს უყვარს სწავლა, ზოგს არა. როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს სწავლა? რა გავაკეთოთ? ჯერ ცადონ წაკითხვა და მე მოეწონებათ და კიდევ წაიკითხავენ. შენ ურჩევ ხოლმე შენს მეგობრებს, რომ წიგნები წაიკითხონ? სწავლის დროს ურჩევ და იმ დროს არა. რატომ ქვია ამ წიგნს თევზი ხეზე და რა შუაშია თევზი ხესთან? იმიტომ რომ თევზს ჰგონია რომ ხეზე ვერაზრება სულელია, მაგას ეგ ჰგონია და თუ წყალში ცურავს სულელია. სინამდვილეში როგორ არის? თევზი სულელია? არა, სინამდვილეში არა, მაგრამ ჰგონია. ვინ თქვა ეს სიტყვები, ხომ არ გახსოვს? არა. როგორ უკავშირდება ეს სათაური მთავარ პერსონაჟს, ელის? კითხვა შეუძლია, იმიტომ რომ ის დისლექსია. ხო, დისლექსია აქვს და თავისი მეგობრები დასცინიან. როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი თუ მეგობრები დასცინიან? აი ამ დაცინვას როგორ უნდა გაუმკლავდეს? რანაირად უბრალოდ ეთყვის რომ მე კითხვა არ შემიძლია, იმიტომ რომ მე მაქვს დისლექსია და თქვენც რომ გქონდეთ, თქვენც ასე იქნებოდით და ტყუილად დამცინი ხართ თქო. თავიდან არ იცოდა ელიმ, რომ დისლექსია ჰქონდა? თავიდან არ იცოდა, მაგრამ მე წიგნს რომ დახედა, ასოები ცეკვავდნენ. ხო. რა იყო ელის შეცდომა, რატომ არ ამხელდა თავის პრობლემას? იმიტომ რომ სხვენოდა რომ დასცინოდნენ. მერე ვინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში? თავისი მასწავლებელი. ნინი, შენ ვის ურჩევ რომ წაიკითხოს ეს წიგნი? შენ მშობლებს მაგალითად წააკითხებდი ამ წიგნს? ან დიდებმა უნდა წაიკითხონ თუ არა? კი. როგორ ფიქრობ, დიდები რას ისწავლიან ამ წიგნიდან? რას ისწავლიან და ბევრ რამეს გაიგებენ, ხო რა. მაგალითად რას? როცა წიგნს კითხულობენ, ბევრ რამეს იგებენ, სწავლობენ და თავისი იდეებით მაგას ისწავლიან. მაგალითად დისლექსია არ იცოდნენ რას ნიშნავს, წიგნში ეწერება და დაიმახსოვრებენ. შენ რა გასწავლა ამ წიგნმა? ამ წიგნმა მასწავლა დისლექსია რა არის. და კიდევ მასწავლა მეგობრების დაცინვა, ელის როგორც დასცინოდნენ. რომ არ შეიძლება დაცინვა, ხო? მაგრამ მე მაინც ვიცოდი რომ დაცინვა შეიძლებოდა, მაგრამ ის მასწავლა რომ ეს წიგნი, კაი არა ეს წიგნი. ყველა სამხიარულებს. წაიკითხავ კიდევ სხვა წიგნებს? არ დადეგებს რა ვიცი, ცოტას კი წავკითხავ. კარგი, დიდი მადლობა ნინი.